მოგესალმებით, მე ვარ მარიკო ებრალიძე, ეს კი გადაცემა სიტყვების თამაშია. შოუ, სადაც მონაწილეები ერთმანეთს სიტყვების შექმნაში ეჯიბრებიან. აზარტი, რისკი, მოხერხებულობა, ტაქტიკური სვლა. აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე ამ შოუს გამარჯვებული, მოიგო 1000 ლარი და რაც მთავარია, გაიგოს სიტყვის ფასი. ახლა გავიცნოთ თამაშის მონაწილეები და პირველი მოთამაშე ეს გახლავთ. აკაკი დავითაძე, 30 წლის, ბათუმიდან. მოგესალმებით. მე ვარ აკაკი დავითაძე ბათუმიდან. ცხოვრობ ბათუმში, ვარ ძალიან აზარტული და მოვედი იმისთვის, რომ ვცადოთ ჩემი ბედი. ამხელა გზა გამოიარეთ. და აქ სტუდიაში უკვე როგორ გრძნობთ თავს, როგორ შეაფასებთ? რა ემოციაზე ხართ, ანუ როგორი განწყობა გაქვთ, მოკლედ მაინტერესებს. განწყობა მაქვს ძალიან კარგი. ცოტა არ იყოს დაძაბულობა არის, მაგრამ აზარტი, რა თქმა უნდა, ღელვარებიდან გამომდინარე აუცილებელი. მადლობა აკაკი, გისურვებთ წარმატებას. ახლა გავიცნოთ შოუს მეორე მონაწილე. ეს გახლავთ თეა მილაძე, 38 წლის, თბილისიდან. მოგესალმებით თეა. მოგესალმებით. თეა, მე მაინტერესებს როგორ გაართმევთ თავს მცირე დროში სიტყვის მოფიქრებას, თან მოწინააღმდეგეები გყავთ, უკვე აღარ გიწევთ ტელევიზორიდან თამაში, დაძაბულობა. შევეცდები მაქსიმალურად. მადლობა თეა, გისურვებთ წარმატებას და გავიცნოთ შოუს მესამე მონაწილე. ეს გახლავთ გოგა ცხადაძე, 21 წლის, თბილისიდან სტუდენტი. მოგესალმებით. მოგესალმებით. გოგა, კონკურენტები გყავს საკმაოდ ძლიერი, აზარტული და როგორ მოახერხებ ამ ყველაფრის მობილიზებას? რავი, შევეცდები. როგორ გაუმკლავდები მოწინააღმდეგეებს? შევეცდები, არ ვიცი. არ იცი ჯერ. კარგი, მოკლედ სამივეს გისურვებთ წარმატებას და მე გადავალ ახლა თამაშის წესების ახსნაზე, რომ კიდევ უფრო გაგიადულოთ თქვენ თამაში და რა თქმა უნდა 1000 ლარის მოგება. რაც შეეხება პირველ რაუნდს, მე მაგიდაზე გავშლი 7 ასობგერას, რომელიც თქვენთვის იქნება საერთო. ასევე დამატებით გადმოგცემთ 2 ბარათს და თქვენ უნდა მოახერხოთ 40 წამში, აი ამ 7 ძირითადი ასობგერით და 2 დამატებითი ბარათით რაიმე ქართული სიტყვის მოფიქრება. მთავარია მას კონდეს მნიშვნელობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაგეთვლებათ ბარბარიზმი, ჟარგონი და საკუთარი სახელი ამას მიაქციეთ ყურადღება. და დროა დავიწყოთ თამაში. იმედია მზად ხართ, არ ნერვიულობთ და პირველი რაუნდი. პირველი რაუნდის ასობგერებია. ძ 8 ქულა, ბონუს ბარათი, ლ 2 ქულა, ტ 4 ქულა, ო 1 ქულა, ი 1 ქულა და ბოლო ასობგერა არის D 3 ქულა. პირველი მოთამაშე ამ ეტაპის, ანუ პირველი ეტაპის ხართ თქვენ აკაკი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. აკაკი, ძალიან სწრაფად მოახერხეთ სიტყვის დაწერა. აკაკი. არ ნერვიულობთ, არ ღელთ, თქვენ ხარ პირველი მოთამაშე, გახსენით შეიძლება ითქვას თამაში, შოუ. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მალე დავწერო. კარგი, გავაგრძელოთ თამაში და ამ ეტაპის მეორე მოთამაშე, თეა. ხართ თქვენ. თქვენი 2 კუთვნილი ბარათი. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. თეა, როგორ შეაფასებთ სიტუაციას? ჯერ სიტყვა არ გვითხრათ, უბრალოდ მაინტერესებს ემოციები. ცოტა დაძაბული ვარ, მაგრამ ალბათ გაივლის ეს ემოცია. კარგი, გავაგრძელოთ თამაში და პირველ ეტაპის მესამე მოთამაშე. გოგა, ხართ თქვენ. თქვენი 2 კუთვნილი ბარათი. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. გოგა დროს მივაქციოთ ყურადღება.
მოგაიგზავნა. გოგა, მესამე მოთამაშე იყავით. გამოიყენეთ თქვენი დრო მაქსიმალურად? კი. კარგი, მაშ ასე პირველი ეტაპი გადავლახეთ, სიტყვები დავწერეთ და ახლა უნდა გადავიდეთ თქვენივე სიტყვების შეფასებაზე. უნდა გითხრათ, რომ ამ ეტაპის მინიმალური თანხა 5 ლარი სამივეს ჩამოგეჭრებათ. მაქსიმალური თანხა არის 10 ლარი და ვიწყებთ თქვენგან აკაკი. მითხარით როგორ დაიწყებთ თამაშს? შევაფასებ მაქსიმალური 10 ლარი. 10 ლარი, თეა? მაქსიმალური. 10 ლარი. წვეთ. გოგა ეთიშება თამაშს, თუმცა მინიმალური თანხა 5 ლარი მაინც ჩამოგეჭრებათ. კარგით, დასახელებული არის პირველი ეტაპის თანხა, ეს არის მაქსიმალური 10 ლარი და გავიგოთ სიტყვები. აკაკი, ხიდი 8 ქულიანი. 8 ქულიანი. ძილი 11 ქულიანი. ძილი 11 ქულიანი, მშვენიერია, დაწინაურდა თეა და გოგა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გამოეთიშეთ თამაშს, თქვენ სიტყვა გქონდათ. და რატომ გამოეთიშეთ თამაშს? რავი, დაბალქულიანი მეჩვენა. სიტყვა მითხარით. დიდი. ქულა? 8. ძალიან კარგი ქენით რომ გამოეთიშეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ეტაპის გამარჯვებული ყავს თეა, გილოცავთ თეა. თქვენი მოგებული თანხა არის 115 ლარი. ლიდერობთ პირველ პოზიციაზე, ასე ვთქვათ. 95 ლარი დაგრჩათ თქვენ გოგა და აკაკი თქვენ 90 ლარი გაქვთ და ჩვენ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. და შემდეგი ეტაპი სასოფგერებია. A1 ქულა. V4 ქულა, L2 ქულა, E1 ქულა, I1 ქულა, B2 ქულა, ბოლოსობგერა R2 ქულა. მეორე ეტაპი არის და პირველი მოთამაშე ხართ თქვენ თეა. თქვენი ორი კუთვნილი ბარათი. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. თეა, დრო იწურება. აქციად ყურადღება დროს. თეა, გასაგებია, პირველი მოთამაშე ხართ და ეს არის ღელვის მიზეზი. დიახ. და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია? არა. კარგი, გავაგრძელოთ თამაში. მეორე ეტაპია და ხართ თქვენ მეორე მოთამაშე გოგა. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. გოგა, რამდენიმე ვარიანტი მოსინჯე მე მგონი, რაღაცა მოგაქციე ყურადღება. წერის დროს ერთი დაწერე წაშალე, მერე მეორე დაწერე და მიაგენი საუკეთესო ვარიანტს, როგორ რავი, ფიქრობ? შეიძლება. ესე ფიქრობთ? კი. კარგი. გავაგრძელოთ თამაში. ეს არის მეორე ეტაპი, როგორც შეგახსენეთ. და მესამე მოთამაში აკაკი ხართ თქვენ. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. მაშ ასე მეორე ეტაპი. გადავლახეთ სიტყვები დაწერეთ, მოთამაშეებო თქვენ უკვე და ახლა უნდა გადავიდეთ თქვენივე სიტყვების შეფასებაზე. თქვენივე დაწერილი სიტყვების შეფასებაზე. თამაშს ვიწყებთ თქვენგან, თეა. უნდა გითხრათ, მინიმალური თანხა უკვე არის 10 ლარი, რაც სამივეს გეჭრებათ. მაქსიმალური თანხა არის 20 ლარი. როგორ შეაფასებთ თქვენ სიტყვას? მინიმალური. მინიმალური 10 ლარი. დიახ. მინიმალური. გოგა მინიმალური 10 ლარი, აკაკი, ასიზამს აკაკი. მაქსიმალური 20 ლარი. კი ბატონო. 20 ლარი დაასახელა აკაკი. თეა. გამოვეთიშები. თეა ეთიშება, გოგა. ვეთიშებ. თქვენც ეთიშებით. კარგი, მაშა ასე დასახელებული არის მაქსიმალური თანხა, ეს მეორე ეტაპია და ალბათ უფრო დაიძაბად.
თამაში. გადავიდეთ სიტყვების გახსნაზე. თანხა დასახელებული არის, ეს არის მაქსიმალური 10 ლარი. თია, გავიგოთ თქვენი სიტყვა. ბალი 6 ქულიანი. ბალი 6 ქულიანი. გოგა? ლესვა. ლესვა, რომელიც არის 8 ქულიანი და გავიგოთ აკაკის სიტყვა. აკაკი? ჭვალები 18 ქულიანი. ჭვალები 18 ქულიანი. აკაკი, ცუდი ამბავი უნდა გითხრათ. რატომ? ეს სიტყვა არის კუმშვადი და მრავლობითში. ჭვალი არის ჭვლები. რას ვიზამთ? სამწუხაროა. მაშასე ძალიან საინტერესოდ გადანაწილდა მოკლედ მეორე ეტაპის შედეგები. გამარჯვებული არ ყავს. რას ვიზამთ? სამწუხაროა. თქვენ სამივეს ჩამოგეჭრათ თანხა და თანხების შემდეგნაირი გაქვთ. ლიდერი რჩება თეა. გილოცავთ თეა, თქვენ გაქვთ 105 ლარი, 85 ლარი გაქვთ გოგა თქვენ და 70 ლარი გრჩებათ აკაკი თქვენ. წინ კიდევ ერთი ეტაპია, ეს იქნება გადამწყვეტი ეტაპი და ვნახოთ შეინარჩუნებს თუ რა ლიდერი ლიდერობას და დაწინაურდება თუ არა ყველაზე დაბალ თანხიანი მოთამაშე. მას ასე ვაგრძელებთ თამაშს და გადავდივართ გადამწყვეტ ეტაპზე. და გადამწყვეტი ეტაპი სასოფგერებია. Q4 ქულა, E1 ქულა, P6 ქულა, A1 ქულა, I1 ქულა, H10 ქულა და Q4 ქულა. ყველაზე მაღალ ქულიანი ასობგერა ამოვიდა. ნახოთ როგორ გამოიყენებენ მოთამაშეები ამ ასობგერას. ეს არის გადამწყვეტი ეტაპი და პირველი მოთამაშე ხართ თქვენ გოგა. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. გავაგზავნოთ თამაში და აკაკი, თქვენ ხართ გადამწყვეტი ეტაპის მეორე მოთამაშე. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. აკაკი, როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებთ ამ პოზიციას და დარჩებით დაბალ თანხიან მოთამაშედ თუ დაწინაურდებით და გადახვალთ შემდეგ რაუნდში? იმედი მაქვს თუ გადავალ. იმედი გაქვთ. კარგით, გავაგრძელოთ თამაში. და მესამე გადამწყვეტი ეტაპის მესამე მოთამაშე ხართ თქვენ თეა. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. მაშა ასე გადამწყვეტი ეტაპის სიტყვები დაწერილია და ახლა უნდა შევაფასოთ თქვენივე დაწერილი სიტყვები. თამაშს ვიწყებთ თქვენგან გოგა და უნდა გითხრათ, რომ მინიმალური თანხა უკვე არის 20 ლარი, რაც სამივეს გეჭრებათ. მაქსიმალური თანხა არის 30 ლარი. გოგა, როგორ დაიწყებთ თამაშს? მაქსიმალურად. მაქსიმალური თანხა 30 ლარი. აკაკი? გავყვები. 30 ლარი. თეა? მაქსიმალური. ასახელებთ 30 ლარს? დიახ. მომწონს ეს თამაში უკვე. მაშა ასე გადამწყვეტ ეტაპზე დასახელდა მაქსიმალური თანხა 30 ლარი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, გავხსნათ სიტყვები და გავიგოთ რომელს უფრო მაღალ ქულიანი სიტყვა აქვს. გოგა? ჰაერი. ჰაერი 13. 13 ქულიანი. აკაკი? კეპი 12 ქულიანი. კეპი 12 ქულიანი. რამდენი? და ვნახოთ თეა თქვენი სიტყვა. ჰოკეი 17 ქულიანი. ჰოკეი 17 ქულიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი ეტაპის და პირველი რაუნდის გამარჯვებული არის ლიდერი, გილოცავთ თეა. თქვენი მოგებული თანხა არის 165 ლარი და რა თქმა უნდა თქვენ აგრძელებთ თამაშს მეორე რაუნდში. თქვენთან ერთად ასევე თამაშს აგრძელებს 55 ლარის მფლობელი მოთამაშე, ეს არის გოგა. გილოცავთ გოგა და სამწუხაროდ დაბალ თანხიან მოთამაშეს ვემშვიდობებით. აკაკი, ეს ხართ თქვენ. ძალიან მწუხვარ, ამ ხელაგზიდან ჩამოხვედით, თქვენ ბათუმიდან გვესტუმრეთ თბილისში, ჩვენი თამაშის და გამო მოხვედით და მაინტერესებს თქვენი ემოციები. იმედია არ გაგვინაწყენდებით. არა, რა შვაშია გაწყენება, ესაა თამაში და იმარჯვებს ყოველთვის ძლიერი. გემშვიდობებით აკაკი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ხოლო მეორე რაუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ თეა მელაძე
და გოგა ცხადაძე. მეორე რაუნდი. ვაგრძელებთ თამაშს, ეს არის შოუ სიტყვების თამაში და რაც შეეხება მეორე რაუნდის წესებს. მე მაგდაზე გავშლი უკვე 9 ასობ გერას, რომელიც თქვენთვის იქნება საერთო. დამატებით ბარათები აღარ გექნებათ და აღარც 40 წამი გექნებათ, მხოლოდ 30 წამი და თქვენ ამ დროში უნდა მოახერხოთ ამ 9 ასობ გერის კომბინაციით ყველაზე მაღალქულიანი სიტყვის მოფიქრება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქულების რაოდენობა ერთმანეთს დაემთხვევა, თქვენს გამარჯვებას გადაწყვეტს თქვენივე წამზომი. ანუ დრო ის თუ რომელი მოთამაშე უფრო სწრაფად მოახერხებთ სიტყვის დაფიქსირებას. მაშინ ასე დავიწყოთ თამაში და მეორე რაუნდის ასობგერებია. S2 ქულა, E1 ქულა, A1 ქულა, M2 ქულა, B2 ქულა, A1 ქულა, M2 ქულა, O1 ქულა და ბოლო ასობგერა არის ბონუს ბარათი. მოთამაშეებო გაქვთ 30 წამი. გისურვებთ, რა თქმა უნდა, წარმატებას და წამზომი ჩაირთო. მოთამაშეებო, დრო ამოიწურა, თქვენი სიტყვები დაწერილია და ახლა უნდა გადავიდეთ თქვენივე სიტყვების გახსნაზე. აქ უკვე აღარ ვაფასებთ თქვენ სიტყვებს. და გოგა ვიწყებთ თქვენგან თამაშს, მითხარით სიტყვა? არ მაქვს სიტყვა. არ გაქვთ სიტყვა. და რატომ ვერ მოასწარით? ვერ მოვასწარი. კარგი, გავაგრძელოთ თამაში და თეა გავიგოთ თქვენი სიტყვა. ბამბა 6 ქულიანი. ბამბა 6 ქულიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპის გამარჯვებული ხართ თქვენ, გილოცავთ, თქვენი მოგებული თანხა არის 195 ლარი, ხოლო გოგა თქვენ გრჩებათ 25 ლარი და ხართ საშიშ ზონაში. თუ ამ ეტაპს ვერ გაართმევთ თავს, გამარჯვებულად გამოვაცხადებთ თეას, ასე რომ მეტი მობილიზება და ყურადღება. ითამაშებს ასევე თეა თქვენს მსგავსად 25 ლარით და შემდეგი ეტაპის სათამაშო თანხა იქნება 50 ლარი. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. და შემდეგი ეტაპის ასობგერებია. T4 ქულა, I1 ქულა, E1 ქულა, N3 ქულა, L2 ქულა, T4 ქულა, A1 ქულა, X4 ქულა და ბოლო ასობგერა I1 ქულა. გაქვთ 30 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და როგორც აღნიშნეთ, ამ ეტაპის სათამაშო თანხა არის 50 ლარი. ვიწყებთ თამაშს თქვენგან, გოგა, მითხარით სიტყვა. თხილი. თხილი 12 ქულიანი. 12 ქულიანი, თეა თიხა 10 ქულიანი. თიხა 10 ქულიანი. და რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპის გამარჯვებული არის გოგა, გილოცავთ გოგა, თქვენი მოგებული თანხა არის 50 ლარი. თქვენ ისევ საშიშ ზონაში ხართ, თუ ამ ეტაპს ვერ გაართმევთ თავს, გამარჯვებულად გამოვაცხადებთ თეას, ასე რომ მეტი მობილიზება და ყურადღება. ვაგრძელებთ თამაშს. და შემდეგი ეტაპის ასობგერებია. S2 ქულა, E1 ქულა, R2 ქულა, U2 ქულა, S2 ქულა, K4 ქულა, O1 ქულა, E1 ქულა და ბოლო ასობგერა D3 ქულა. მოთამაშეებო გაქვთ 30 წამი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა, მოთამაშეებმა დაწერეს სიტყვები და ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა 50 ლარი, ორივე მოთამაშეს გეჭრებათ. გოგა, მითხარით სიტყვა. კუს. კუს, რომელიც არის 8 ქულიანი და თეა 4 ქულიანი. რა გჭირთ თეა, რაღაცა შეგაშინათ მეორე რაუნდმა. 8 ქულიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპის გამარჯვებული არის გოგა, გილოცავთ, თქვენი მოგებული თანხა არის 100 ლარი, საშიშ ზონაში აღარ ხართ, გილოცავთ. შეგიძლიათ თავისუფლად გააგრძელოთ თამაში და თეა თქვენ 120 ლარი გრჩებათ. ჩვენ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. და შემდეგი ეტაპის ასობგერებია. I1 ქულა, L2 ქულა, ბონუს ბარათი B2 ქულა, Z6 ქულა, A1 ქულა, S2 ქულა, R2 ქულა და I1 ქულა.
გაქვთ 30 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა, თუმცა მოთამაშეებმა დროზე ადრე მოახერხეს სიტყვის დაწერა. ჩქარობდნენ. მაშასე ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა არის 60 ლარი, რაც ორივე მოთამაშეს ეჭრებათ და გავიგოთ მოთამაშეების სიტყვები. გოგა? ზარი. ზარი, რომელიც არის 10 ქულიანი, თეა? ბზარი 12 ქულიანი. ბზარი 12 ქულიანი, დამეწერა და შემეშ. რომელიც არის 12 ქულიანი და გილოცავთ თეა, თქვენ ხართ გამარჯვებული ამ ეტაპის, თქვენი მოგებული თანხა არის 180 ლარი, ხოლო გოგა, თქვენ 40 ლარი გაქვთ ისევ საშის ზონაში რჩებით, თუ ამ ეტაპს ვერ გაართმევთ თავს, გამარჯვებული იქნება თეა. მეტი მობილიზება და გამარჯვების სურვილი. მაშასე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და შემდეგი ეტაპი სასოფგერებია. G6 ქულა, A1 ქულა, B4 ქულა, R2 ქულა, T4 ქულა, O1 ქულა, P4 ქულა, ბონუს ბარათი და D3 ქულა. გაქვთ 30 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. სიტყვები დაწერილია, ალბათ გაინტერესებთ ერთმანეთის სიტყვები და ამას ძალიან მალე გავიგებთ. ამ ეტაპის სათამაშო თანხა არის 80 ლარი და თამაშს ვიწყებთ გოგა თქვენგან. მითხარით სიტყვა. დოღი. დოღი 10 ქულიანი და თეა? რტოდ 10 ქულიანი. რტოდ 10 ქულიანი და ეს ის შემთხვევა, როდესაც თქვენს გამარჯვებას გადაწყვეტს თქვენივე წამზომი. დრო, ანუ მაშასე, განსხვავება არის სულ ერთადერთი წამი. თეამ დაწერა 20 წამში სიტყვა, ხოლო გოგამ 21 წამში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპის და სიტყვების თამაშის გამარჯვებული არის თეა, გილოცავთ თეა. თქვენი მოგებული თანხა არის 220 ლარი, ხოლო სამწუხაროდ გოგა, რას ვიზამთ? ჩვენი წესები ასეთია. ძლიერი მოთამაშე იმარჯვებს. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა თეა ძლიერი მოთამაშე. გაჯობათ ქალბატონმა. როგორი ემოციებით გტოვებთ? რავი, კარგი ემოციები. მოგეწონათ თამაში? კარგი, დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას. გოგას ვემშვიდობებით. ხოლო, თეა, 220 ლარია თქვენი მოგებული თანხა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მესამე რაუნდი, სადაც თქვენ სუპერფინალში თუ ითამაშებთ ჩემთან ერთად, გამარჯვების შემთხვევაში მოიგებთ 1000 ლარს. და წესები შემდეგნაირია. თქვენ უნდა მოახერხოთ 20 წამში 900 ობგერის კომბინაციით ყველაზე მაღალქულიანი სიტყვის მოფიქრება. ეს 900 ობგერი არის წინასწარ მომზადებული. ეს ალბათ ცოტა ართულებს საქმეს. ნუ მოკლედ, მე მჭირდება თქვენი ან თანხმობა, ან წინადებაზე უარყოფა. ვაგრძელებთ თამაშს. ანუ აგრძელებთ თამაშს და თამაშობთ ჩემთან ერთად სუპერფინალს. დიახ. და თუ ვერ მოიგებთ სუპერფინალს, აგებთ 220 ლარს, ეს საკმაოდ კარგი თანხაა. თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რო ითამაშებთ. დიახ. ძალიან კარგი. მაშასე, თამაშობთ სუპერფინალს თეა მელაძესთან ერთად. მესამე რაუნდი. სუპერფინალის ასობგერებია. I T U M R I K I და ბოლო ასობგერა არის S. გაქვთ 20 წამი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. თეა, დრო ამოიწურა. რა სიტყვა დაწერეთ? სამწუხაროდ ვერ მოვასწარე. ვერ დავწერე უბრალოდ. და რა დაწერეთ და რის დაწერას ცდილობდით? სტუმრის რაღაცა სტუმრის.
დიახ, მაგრამ სასო არ იყო და. მეორე ასობგერა არ დიახ, ჰქონდათ. მეორე ასობგერა არ მქონდა და. კარგი. მაშასე, სიტყვა, რომელიც თქვენ მოგიტანდათ გამარჯვებას და შესაბამისად 1000 ლარს, ეს იყო მისტიკური. და თქვენ სამწუხაროდ ვერ გამოიცანით. ძალიან გული დამწყდა, დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ეს ძალიან კარგი ემოცია იქნებოდა, მაგრამ აქ მოსვლა და აქ თამაში, მე ვთვლი, რომ არის ის ძირითადი ემოცია, რისთვისაც საერთოდ მოთამაშეები მოდიან. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მობრძანდით, ითამაშეთ და როგორ შეაფასებთ თამაშს უკვე? რას გვეტყვით რა, როგორი ემოციები გტოვებთ? თამაშია, ძალიან კარგი ემოციებით გტოვებთ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მაშასე, სუპერფინალი ვითამაშეთ თეა მელოძესთან ერთად. მე კი მაყურებელს ვემშვიდობებით ხვალ რვის ნახორამდე ერთმანეთს შევხვდებით პირველი არხის ეთერში და ერთად ვითამაშებთ სიტყვების თამაშს. დროებით.